საქართველოში ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ახალი ელექტრონული სისტემა ინერგება. სისტემის დანერგვის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ანტინატალური კლინიკებისა და სამშობიაროების წარმომადგენელთა ტრენინგი მიმდინარეობს. მოცემული სისტემა თავს უყრის დედის, ნაყოფისა და ახალშობილის შესახებ ინფორმაციას და სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური ანალიზისთვის საფუძველს ქმნის. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია ინდივიდუალურად როგორც ორსული ქალების შესახებ, ასევე ბავშვების შესახებ, ახალშობილების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი მკურნალობის, ვაქცინაციის, ანუ სრული ინფორმაცია, რაც გვაძლევს, რაც მოგცემს სრული ანალიზის საშუალებას. ამ რეგისტრის დანერგვის შემდეგ ჩვენ გვექნება უკვე ინდივიდუალური მონაცემები თითოეულ დედაზე და თითოეულ ბავშვზე და მივყვებით ამ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაბადების შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა, რადგან ხელს უწყობს მტკიცებულებებზე და მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ მონაცემების გაუმჯობესებას, არამედ ზოგადად დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას საქართველოში.